საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია ჩემთან ერთად ხართ ახლა ეთერში და ამ მნიშვნელოვან ლაივს ჩაერთვით. ძალიან საინტერესო ლაივი იქნება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მოკლედ პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთი კარგი აქტი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ანგარიში, საბოლოოდ მივედით იმ გამარჯვებამდე ნებისყოფით, მოთმინებით და სწორი სვლით ჩვენ უკვე ანგარიში გვაქვს და ახლა ამას გამოვაქვეყნებთ შემდეგ პოსტში, ამას რო დავამთავრებთ ამ ლაივ ეთერს. და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკვე ეს ანგარიში იმაში, რომ ჩვენ ვაპირებთ ეროვნული ტელევიზია ძალიან მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუები გავაკეთოთ. ნამდვილი პოლიტიკური თოქ-შოუები და არა ის ახლა რასაც მართლა ნამდვილი ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს და არა ის რაღაცა მაიმუნობები, რაც იყო აქამდე, პარტიული ინტერესებით, არა, ეს არ იქნება, რა თქმა უნდა. და იქნება აბსოლუტურად საინტერესო თემებზე მსჯელობა, საზოგადოების ჩართულობა, ისეთი ხალხის ჩართულობაც, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ნებისმიერი შეიძლება შეხვდეს და მოითხოვოს უბრალოდ, რომ გთხოვოს, რომ მინდა ჩართო აი ამ თემებში და ასეთ ხალხსაც კი შემოვიყვანთ, იმიტომ რომ ჩვენს ხალხთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და ჩვენს ხალხთან ერთად უნდა გავაშუქოთ ეს ყველაფერი. ეხლა დღევანდელი ეთერი ძალიან საინტერესო იქნება მეგობრებო, იმ კუთხით, რომ ჩვენ უნდა ვამხილოთ. მე კი გითხარით, რომ ვაპირებდი კრაზანა ესეთი რუბრიკას და ეს ალბათ ამას ტელევიზია აიღებს და ტელევიზია გააკეთებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, დეკლარირებულ კორუფციაზე, რომელიც აწლეულებია უკვე საქართველოში არის და არავინ ამაზე პასუხს არ ეძლევა. ნებისმიერი საჯარო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციას. წესით როგორ არის, ნახეთ, როდესაც დეკლარაცია ივსება და ეს საჯარო პირები ავსებენ ამ დეკლარაციას, გენერალურ პროკურატურამ უნდა მოითხოვოს მერე და გადაამოწმოს რამდენად შეესაბამება აი ეს შემოსავლები ამ პიროვნების აი შემოსავლებს და თანხმედრაში როგორ არის. არის თუ არა თანხმედრაში, ხომ არ არის კორუფცია. მოდით შორს რომ არ წავიდეთ, დავიწყოთ ძალიან საინტერესო განხილვა. სხვათა შორის მინდა ერთი რამე გითხრათ ახლა, ძალიან საინტერესო რაღაც. კოკა მორგოშიას ედო ალტინფოს დამფუძნებელს ასეთი პოსტი. თქვენ თვითონ გაშაძეთ, მეგობრებო, მე არავის არაფერს არ ვერჩი. აი რას წერს, მომწონს თუ არა ფაქტი ისა, რომ ქართული ოცნებაში პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძეა. რა თქმა უნდა, ოცნებასთან ქონდა და მაქვს უამრავი არგუმენტირებული პრეტენზია, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე ყველაფერი იცის და უფრო მეც საზოგადოება მალე გაიგებს. ყველა მიცის, რომ კობახიძე და მდინარაძე დუეტი და მათი ახალი წრე არ არიან კორუფციაში ჩაფლული. და ახლა
რა დანიშნების განახორციელეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ღვთამზე გამოზრდილი და გამომცხარი. ქვეყანაში ფაქტობრივად მიმდინარეობს ჩუმი წმენდა და თითქმის უხმაური კოლცენტრების, ნარკოტიკების, ქთამების და შავი საქმეებიდან შემოსული ფინანსებისგან გაზულუქებული ჩინოვნიკები ტოვებენ პოლიტიკურ სცენას. კარგით. მე მგონი კოკა აქ ახარ, ხო, ეხლა რავი, კოკა აქ ხარ, რა ვიცი, მე მგონი იქნები აქ. რა ვიცი, მე მგონი აქ იქნები, ჩემო კოკა, ეხლა ისმენ ალბათ. ბიჭო, ესეთი უნამუსო, როგორ შეიძლება იყო, ეხლა თვალსაჩინო გვატყუებ ყველაფერს. მოდი ეხლა ახალი, აი, ხომ ამბობ, რომ პატრიოტული ხალხი ინიშნებია, ხო? მოდი აბა ნახოთ ეხლა ვინ დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად ბატონმა კობახიძე და რა ქონებას ფლობს იგი. გელაგელაძე, ვიცი ეხლა ისმენენ და რამდენიც გინდა ისმინონ, უბრალოდ ერთამეს ვითხოვ და კატეგორიულად ვითხოვ. თუ ჩემზე იქნება რაიმე განხორციელებული რაღაცა, პირდაპირ აი შინაგან საქმეთა მინისტრს და კობახიძის პასუხისგებლობა იქნება. შეხედეთ, ნახოთ ეხლა. გელაგელაძეს ცოლის მშობლებმა $150,000 აჩუქეს. ბიჭო, არ ვიცი ეხლა ჩვენ არავის არ ყავდა ეგეთი მშობლები, რომ $150,000 რომ მქონდათ შენახულები. ნამდვილად არ ვიცოდი. მე საქართველოში არ მომეპოვება ადამიანი, თუ ასეთი ხალხი იყო, რომ $150,000 გადანახული ქონდა მშობლებს. ყაზბეგის გამზიზე სასტუმროს ნომერი, რომლის ღირებულება $150,000 იყო. ეს მეორე. გელაგელაძის ავტომობილი $70,000 ღირს. ნათია ელიზბარაშვილს ცოლს €105,000 ნაყიდი მერსედესი აქვს. ასევე ნათია ელიზბარაშვილს საბანკო ანგარიში კიდევ $100,000-ია. თუმცა არ ჩანს თუ სადმე იგი მუშაობს. ეს უკვე სერიოზული ამბავია. ნახეთ, სად არის გენერალური პროკურორი? გესმით ჩემი? თქვენ სად ხართ? გენერალური პროკურორი საქართველოში არსებობთ? აქ ხართ? არ მუშაობს ადამიანი და საიდან აქვს ამ ხელაქონება? რატომ არ ინტერესდებით? ძალიან მაინტერესებს ეს ჩვენი ქონება. ჩვენ ვიზარჩვებით ქართველი ხალხი და ამიტომ მაინტერესებს. მე ინტრიგანი კი არ გეგონოთ, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. ნამდვილად მინდა რომ ყველა ქართველი იყოს მდიდარი, მაგრამ როდესაც თაღლითები გვძარცვავენ, ამაზე ჩვენ პასუხი გვაინტერესებს. სად არის გენერალური პროკურატურა? გაგვეცით პასუხი. თუ არა მოგადგებით აუცილებლად. და მე არ დავიწყოთ იქ, რომ რაღაცა იქ პროკურატურის რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციამ იქ რაღაცა და დაგშალოს და რაღაცა. ეგ არ გამოვა. იქ ხალხმრავალი ეგეთი რაღაცა არ იქნება. მოვალთ კონკრეტული შეკითხვებისთვის და უნდა გავქცეთ პასუხი. მაგრამ ჯობია ახლავე გასცეთ პასუხი ქართველ ხალხს. ამას მე მგონი საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობა ისმის. იხჩობით კორუფციაში. გარდა ამისა, მინისტრს და მის მეუღლეს დანაზოგის სახით $600,000 თანხა აქვთ. $600,000 თანხა აქვთ. არ ვიცი როგორ აგროვებენ ამდენ თანხას. მე აი ადამიანურად გეუბნებით, ჩემო კარგო ხალხო, ჩემო ქართველებო, ერთადერთი სახლი, რომელიც გორბაჩოვის კრედიტით დავაშენე და ეგ შემჭა ქარელის რაიონში,
ფიროსმანივი ცხოვრობდა ქირაში ვიხჩო, ვერ გავცდი მე იმას ქირას. საიდან აგროვებენ, ჩემზე ნიჭიერები არიან, ჩემზე ჭკვიანები არიან. როგორ ახერხებენ ამას? ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახის საკუთრებაშია 2 საცხოვრებელი სახლი. კიდევ ეხლა თანდათან გავაგრძელოთ. ჯამში 700 კვადრატზე მეტი. 4 მიწის ნაკვეთი, 5 ბინა. 5 ბინა. 5? დაუბედურება, 5 ბინა. რამდენი შვილი ყავს მე? 2 კომერციული ფართი, 3 ავტოფარეხი. ერთი შვილის სწავლაში მინისტრმა 33,519 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ეხლა გირვანქა სტერლინგებში იხდიან, იმიტომ რომ იქ უფრო მაღალი დონის სწავლებაა. ევროებში ეხლა აღარ არის უფრო მიღებული. უმცროსი შვილი ევროპული სკოლაში სწავლისთვის კი 7,000 იმისთვის 7,000 ევრო გადაუხდი. ეხლა ჩვენ ვიზე ვჯელობთ, იცით მეგობრებო, ჩვენ ვჯელობთ შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც თურმე კოკა მორგოშიას თქმით, პატიოსანი კაცია და კობახიძემ დანიშნა პატიოსანი პიროვნება. ხო და მე არაფერს არ გავიჯი, უბრალოდ ფაქტები საუბრობენ და ეს უნდა დაამტკიცო თავად. მე არ ვიცი აქ რა რომელი პატიოსნებაზეა საუბარი, რაღაც სასწაულებია აქ. 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ნათია ელიზბარაშვილმა, ანუ მინისტრის მეუღლემ, მიწის ნაკვეთი 1231 კვადრატული მეტრი წყნეთში, თბილისის ქუჩაზე, წყნეთში და თბილისის ქუჩაზე კიდევ 236,317 დოლარად იყიდა. 236,000 დოლარად უყიდია. კი, მაგრამ ერთი რამე მინდა შევახსენო ბატონ მინისტრს. თქვენ ხო გეკრძალებათ როგორც საჯარო პირს ბიზნეს საქმიანობა? აი ამას როგორ ამტკიცებთ? მოდით ჩვენ მოვალთ სახალხო საჯულები შევადგინოთ და თქვენ მობრძანდით, თუ ამაზე პრეტენზია გაქვთ და კაპიკ ჩამოგითვლით ყველაფერს და დაამტკიცეთ. რა საიდან შეიძინეთ ეს ამხელა ქონება? და როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი თავად არის კორუმპირებული, რასაც ეხლა ჩვენ უყურებთ აქ, შეიძლება ის კანონს მიკითხავდეს მე? ჭავჭავაძის ქუჩაზე ნათია ელიზბარაშვილი ისევ მეუღლეზე ალაპარაკი ფლობს. გრძელდება მეგობრებო, გრძელდება კიდევ არ დასრულებულა ჯერ ამათი საკუთრებები. 234 კვადრატული მეტრის კომერციულ ფართს. ეხლა რა ღირს თქვენ კარგად იცით, ეს ქონება მას 2013 წელს 388,000 დოლარად აქვს შეძენილი. მარტო ეგ არა, ბაკურიანში აქვს 3 ბინა, ჯამში 126 კვადრატული მეტრი. ასევე გელაძე ბეთანის დასახლებაში ფლობს სახლს და 1468 კვადრატული მიწის ნაკვეთს. სახლი ამ ნაკვეთზე ორ შენობას მოიცავს ჯამში 354 კვადრატულს, ასევე 2023 წელს ახმეტის სოფელ მაღრაანში 7350 კვადრატული მეტრი ნაკვეთი. აღარ ღირს საუბრის გაგრძელება, მეგონი მეგობრებო. ყველაფერი გადაფორმებული აქვთ, პრაქტიკულად ყველაფერი ჩანს, მაგრამ უმეტესწილად კი აფორმებენ ხოლმე სიდერებზე და ცოლიზებზე, მაგრამ აქ ყველაფერი ჩანს ფაქტიურად. ეხლა მე მინდა კოკა მორგოშიას ვკითხო. კოკა,
აქ ახარ კოკა ბიჭო შენ ხარ პატრიოტსანი კაცი და შენ ხარ აი ხალხს რო ატყუებ შენ ახალ ყველაზე ნამუსგარეცხილი ადამიანი შენი ალკიმფოიანად აი ამ სისტემიდან რო ვერ გამოდიხარ და ისევ ამ არჩევნებში რომ მიძრებით კაი შევიდა 4 კაცი მე რა უნდა გააკეთოთ უნამუსოები ხარ დატო ატყუებთ ხალხს ესენი არიან პატრიოტსანი ხალხი კოკა შენი ეს ხალხი აი ეს მახარაძე და ეგენი აი ეს ძველი პუჩისტების შთამომავლები აი როგორ უნდა გითხრა თელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის ვიბრძოდი ბიჭო მე იმან რა ქვია მარტინენკოებმა სამშობლოს სიყვარული როგორ ნამასწავლოთ ხალხო ეგ როგორ არ გითხრათ აი შუაქამდე გულში მქონდა მარტინენკოებმა მე სამშობლოს სიყვარული როგორ ნამასწავლონ ან მარტინენკოებმა როგორ ნამაჯობონ სამშობლოს სიყვარულში ერთი ავანტყოფური ის აქვს ერთადერთი რომ როგორ მოხდნენ პარლამენტში ვერ მოხდნენ მაგრამ ეხლა როგორ საკრებულოში რომ მოხდნენ აი ეს არის ამათი უცნაური ერთი და იგივეა მეგობრებო არასოდეს არ მოტყუდეთ ეს არის ნაძილების ხროვა და მეტი არაფერი მე ამას არ ვლაპარაკობ გაერთიანების სახელით ერთი რამე იცოდეთ ეს ჩემი პირადი გამოსვლაა დღეს და ეს არის მორალური ეროვნული ადამიანური კაცური გამოსვლა ჩემი ალკინფო ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეთა კავშირი სააკაშვილის ყველა ესენი ერთი მოღალატეთა კავშირი არის მეგობრებო რომელმაც დაასამარა საქართველო რატომ შევქმნით ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება რატომ არ გავატარეთ რეგისტრაციაში რატომ არ არის პარტია იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ყველა ქართველისთვის აქ არ არის არავითარი თანამდებობები არ იგდება არც დარიგდება არასოდეს ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის მოძრაობა რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ მოკლედ მე ეხლა რაღაც დონეზე ვამხილე აღარ მინდა ეხლა კიდევ გავაგზავნო და კიდევ ვამხილო მაგრამ დანარჩენი სხილებები აუცილებლად მოხდება მაგრამ ჩვენ ამ მთავრობამ პასუხი უნდა გაგცეს აუცილებლად და გენერალურმა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს ჩვენ ყავს თუ არა პატრიოტსანი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ არა ყავს პასუხი აგებინო მაშინ როდესაც ჩვენ 1000 ლარის საკუთრება არ გაგვაჩნია საიდან ფლობენ ამ ყველა საკუთრებას გითხარით აგვიხსენით როგორ ხდება ეს რომ 5 მილიონი აქ ადამიანს რომელსაც არავითარი უფლება არ ქონდა ბიზნეს საქმიანობა ეწარმოებინა აი ყველაფერი სახეზეა მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი დავხსნით ერთად გავარჩიოთ ერთად და თქვას საიდან შეიძინა ერთგონებები ან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რომ რა მნიშვნელობა აქვს მე საერთოდ არ წავს გადადგება მე სხვა მოვა გადადგეს მაგრამ უნდა გადადგეს თუ სინდისი გააჩნია აი ეს ამხელა ქონების პატრონი რომელიც ესე იგი ვერ დაასაბუთებს თავის აი ამ ქონების პატრიოტნებას უნდა გადადგეს არავითარ შემთხვევაში მეგობრებო არ მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში კიდევ ერთი ფარსი ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს ყველაფერი მე არ ვიძახი რომ ეს იყოს პასიური ბოიკოტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქტიური ბოიკოტი მთელ საქართველოში უნდა ჩავშალოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ აი ამ ლაივის დასრულების შემდეგ მე აუცილებლად წარმოგიდგენთ ახლა ჩვენი გაერთიანების გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ მამულ ენას აწმუნებისთვის როგორც იქნა მოვიპოვეთ ბანკის ანგარიში და ჩვენ დავდეთ ახლა მე დავდებ ამას შემდეგ პოსტზე სახალხოდ დავდებ და მინდა გითხრათ ერთი რამე და გთხოვოთ ერთ რამეს რომ
უდიდესი მნიშვნელობა ექნება ეხლა ჩვენ რიგითი წევრებმა, ჩვენმა წევრებმა საწევროებს არ გეუბნებით, ამაზე მოგვედავებიან, შემოწირულობა უნდა დავარქვათ, სიმბოლურად დავარქვათ 10 ლარი თვეში, ვისაც არ აქვს ხალხო არ შეწუხდეთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ოჯახია რომ ხშირი იძინებს, არ მინდა არავითარ შემთხვევაში ასეთმა ოჯახებმა არ გაიღოთ, ვისაც აქვს საშუალება ის სიმბოლოდ გავიღოთ, რომ ეროვნული საქმე დავძრათ. ჩვენ ეხლა 3-4 დღეში დაახლოებით სტუდიას ავიღებთ ტელევიზიისთვის, დაახლოებით ესე გვეუბნებიან, რომ შევხვდებით ამ პიროვნებებს, არ არიან საქართველოში, 4 დღეში ალბათ და გავაკეთებთ პოლიტიკურ თოქ-შოუებს, სადაც ორი ვთქვათ იქნება თავარში მოწვეული და 8-10 კაცი იქნება დებატებში ჩართული. ეს იქნება ძალიან საინტერესო დებატები, ძალიან საინტერესო გადაცემები და ამ ყველაფერს რო ხელი შეეწყოს, გჭირდება თქვენი აუცილებლად დახმარება იქ. რა თქმა უნდა, იქნება ქირა, რაღაცები გადასახლებელი და ძალა ერთობაშია ჩვენი საწევროებით, მაგრამ საწერო აღარ დავარქვათ, მეგობრებო, მოგვედავებიან ამაზე, შემოწირულობა დავარქვათ და ძალა ერთობაშია გავაკეთოთ ეს, რაც ჩვენს ერს სჭირდება. მადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო, და იმედიანად იყავით, ჩვენ არ მოვერიდებით არაფერს, ყოველთვის სრული სიმართლეს მოგაწვდით და თუ ეგ გადაცემა ჩვენ გავაკეთეთ, ეგ რუბრიკა კრაზანა, მერე ნახონ ამათმა რა დაემართებათ აი ამ კორუმპირებულ ხალხს.